მოგესალმებით თქვენუსმეთ გადაცემას რეგიონის დროით FM 102 და 4-ზე მე მისი წამყვანი ხატია ჯამალაშვილი ვარ. თქვენ შეგიძლიათ დღეიდან ყოველ კვირას 2-დან 3 საათამდე გვისმინოთ და დარეკოთ პირდაპირ ეთერში დასვათ ნებისმიერი სახის კითხვა და ისაუბროთ რეგიონში არსებულ პრობლემებზე. გადაცემას წარმოგიდგენთ სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, არასამთავრობო ორგანიზაცია SIDA და საზოგადოებრივი რადიო 1. დღევანდელი გადაცემის თემა სოფლის მოსახლეობის კვლევა, რომელიც პროექტის სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ფარგლებში ჩატარდა და მას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია SIDA, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ჯიპაკის პროგრამის მხარდაჭერითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სოფლის მოსახლეობის საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესწავლა. გამოკითხვისას რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგება, რეგიონში მაცხოვრებლების დასაქმება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობა. დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან გამოყენებითი კვლევების კომპანიის მენეჯერი მაია ბაღაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრი, ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის ხელმძღვანელი გიორგი ანტღულაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი წაქაძე. მანამდე მოვისმინოთ ჩვენი კორესპონდენტის ანი აჩოძის მიერ მომზადებული სიუჟეტი, სადაც ვრცლად არის საუბარი კვლევის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაცია SIDA-ს მიერ ორგანიზებული სოფლის საჭიროების კვლევა 10 რეგიონში ჩატარდა. კვლევის მიზანს იმ შესაძლებლობების აღწერა წარმოადგენდა, რომელიც სოფლის მოსახლეობას საქართველოს რეგიონებში აქვს. მოსახლეობა მუნიციპალურ სერვისების ხელმისაწვდომობაზე, დემოგრაფიის პრობლემებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებზე გამოიკითხა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებადაა ჩართული. მაღალია მიგრაციის პროცესები. ასევე გამოიკვეთა სოფლის მოსახლეობის დასაქმების საჭიროება. მთელი რიგი მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ პროგრამაზე, რაც ითვალისწინებს ბარათების მიღებას და შესაბამისი თანხის ფარგლებში სასოფლო სამეურნეო ინვენტარის შეძენას. გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ ერთ სულ მოსახლეზე დღეში საშუალოდ 5.5 ლარი იხარჯება. მოსახლეობის ქონებრივი მდგომარეობა შემდეგნაირია: 95.3% აქვს საკუთარი სახლი და 62.8% სამეურნეო მიწა პირად რეგისტრაციაში. გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ადგილობრივი მთავრობა მეტნაკლებად ეფექტურად მუშაობს. 10%-მდე რესპონდენტი ნეგატიურად აფასებს მის მუშაობას, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოფლის მოსახლეობის აქტივობა დაბალია. ისინი იშვიათად არიან ჩართული პრობლემატური საკითხების გადაჭრაში. მოსახლეობა აუცილებლად მიიჩნევს, რომ გამგეობასთან ერთად სოფლის სათათბიროს გადაწყვეტილების მიღების ფუნქციაც უნდა ჰქონდეს. იგივეს ამბობენ ბოლნისის რაიონის მაცხოვრებლები რადიო 1-თან საუბრისას. მათი უმრავლესობა ხანდაზმულია და არ იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის რეფორმების განხორციელებაში. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებში რამდენად ხართ ჩართული? არავითარი არაფერი. ახლა მესმის რომ ბიბელად. მე არაფერს ვიცი, არაფერს არ ავჩვენ. ვერაფერს ვერ გეწოჩილა. საერთოდ არ ვარ ინფორმირებული. ვიღაცში გაგარკვევს. გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ აუცილებელია არსებობდეს სოფლის მოსახლეობით დაკომპლექტებული რაიმე ტიპის გაერთიანება. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში რესპონდენტთა 60% მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოიწყოს საჯარო განხილვები თემში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. რესპონდენტთა ნახევარს არ აქვს პროფესია. გამოკითხულთა 6.4% ამბობს, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე პროფესიული გადამზადების საჭიროება ჰქონდა. უმრავლესობის 86.4% მიიჩნევს, რომ მისთვის კვალიფიკაციის ამაღლება ხელმისაწვდომი არ არის. დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი კი შემდეგნაირად გადანაწილდა. 46.9% დაკავებულია საოჯახო მეურნეობის წარმოებით. 39% უმუშევარია. 2.6% სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული. 4.5% ბიზნეს სექტორი მოიცავს, ხოლო 7% გაურკვეველ მდგომარეობაშია, რაც იწვევს მიგრაციას დიდ ქალაქებში და საზღვრებს გარეთ. როგორც კვლევამ აჩვენა, სოფლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიგრაციაში იმყოფება. მიგრანტების ყველაზე დიდი ნაწილი რუსეთზე, თურქეთსა და საბერძნეთზე მოდის. კვლევის შედეგებზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი და პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია. მისი განმარტებით კვლევა ზუსტად ასახავს რეგიონში არსებულ რეალობას და აქვე აღნიშნავს, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის კვლევა კიდევ ერთხელ დაურიგდებათ შესაბამის ორგანოებს. კვლევა ჩატარდა ივნის-ივლისში და აქედან გამომდინარე აკულტურა და რაღაც სიტუაციები ხაზიალებია. ამიტომაც ჩვენ გვაგვიდგეს, რომ კომპონენტებთან დაკავშირებით ახალი პროექტებიც მომზადეს და აკულტურად ეს საჭიროები აისახოს უკვე თვითმმართველობის არჩევნებზე, უკვე დარიგდეს მასალები პარლამენტში, როგორც მაჟორიტარებზე, ასევე თქვა როგორც წესდარჩეულ პარლამენტზე.
სიდას მიერ ორგანიზებულმა ივნისსა და ივლისში ჩატარებულმა სოფლის საჭიროების კვლევამ შემდეგი აუცილებლობა გამოკვეთა: ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსახლეობის ჩართულობის გააქტიურება და მიგრაციის შემცირება. კვლევა საქართველოს 65 სოფელში ჩატარდა, რომლის დროსაც სულ 1496 რესპონდენტი გამოიკითხა. თქვენ მოისმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ანი არჩოძის სიუჟეტი, თქვენ ისევ საზოგადოებრივი რადიოს და გადაცემა რეგიონის დროით უსმენთ, სადაც განვიხილოთ კვლევას რეგიონების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ დაარეკოთ ნომერზე 2409192 ან 2409292 ან მოგზაუროთ Facebook-ზე სახელით რეგიონის დროით და დაგვისვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები. შეგახსენებთ, რომ დღეს სტუდიაში თემაზე სასაუბრად გამოყენებითი კვლევის კომპანიის კვლევების მენეჯერი მაია ბაღაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი წაქაძე მოვიწვიეთ. პირდაპირ გადავიდეთ კითხვებზე. ქალბატონო მაია, რა მეთოდით ჩატარდა კვლევა, რამდენ რეგიონში და რა პრინციპით შეირჩა რეგიონები, რესპონდენტები და აი ზოგადად რო გითხრათ კვლევის შესახებ? კი ბატონო, 2013 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმ შესაძლებლობებისა და რესურსების აღწერა, რომელიც აქვს სოფლის მოსახლეობის საქართველოს რეგიონებში. მოგახსენებთ, რომ სრულ გამოკითხული იქნა 1496 რესპონდენტი საქართველოს მოქალაქე, ესე იგი 10 რაიონიდან შერჩეული იქნა თითო რაიონიდან 2 მუნიციპალიტეტი და ამ 2 მუნიციპალიტეტიდან თითო მუნიციპალიტეტიდან უბრალოდ 3 სოფელი. სოფლები იყოფოდა დიდი, საშუალო და პატარა სოფლები. რესპონდენტები შეირჩნენ შემთხვევით იხეტიალის პრინციპით, ოჯახიდან გამოიკითხა მხოლოდ ერთი რესპონდენტი, ბოლო დაბადების დღის პრინციპით, ანუ ესე იგი ბიჯი წინასწარ იყო შერჩეული სოფლის სიმჭიდროვის მიხედვით, შერჩევის საწყის წერტილად იყო სოფლის საშუალო სკოლა. და აი რამდენად თანამშრომლობდნენ რესპონდენტები თქვენთან, ანუ რამდენად ღია იყვნენ ისინი საუბრის დროს, ანუ ზოგი როგორც წესი თავს არიდებს მით უმეტეს რეგიონებში და სოფლებში. ამ შემთხვევაში რა ხდებოდა? ამ შემთხვევაში პრობლემა არ გაჩენილა, არც აგრესია გამოუწვევია არანაირი, რა ვიცი, ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა, აბსოლუტურად შედეგები სწორი და კარგი მივიღეთ, მაგრამ იყო ერთი სირთულე. ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ პატარა სოფლებში, რომლებიც გვეგონა რომ იქნებოდა მოსახლეობა სამწუხაროდ დაცლილი იყო და ჩავანაცვლეთ იგივე ზომის მოსახლეობით სოფლებით. გასაგებია. ბატონო გიორგი, უკვე პრობლემებზე რო გადავიდეთ, რა პრობლემები გამოიკვეთა ზოგადად კვლევის დროს, ძირითადად რო გამოყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები? კი ბატონო, მოგესალმებით. რაც შეეხება პრობლემებს, რომელიც კვლევის დროს გამოიკვეთა, აქ გარდა იმისა, რომ ამ თვითონ პრობლემების არსია და რაობაზეა საუბარი, ამავე დროს საუბარია ცოტა სხვა რამეზეც. რამდენადაც მოგეხსენებათ, ეს კვლევა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით და ამდენად ძალიან საინტერესო იყო რეგიონების მიხედვით, თუ იქნებოდა რაიმე სხვაობა პრობლემებში, იმიტომ რომ ცოტა თუ ბევრად ჩვენ ამ ქსელის წევრი ორგანიზაციებს გვაქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება სოფლებში, რა პრობლემებია სოფლებში, ჭირდებათ ამ ადამიანებს, მაგრამ ამ ყველაფრის განზოგადება და დაუშვათ ერთად თავმოყრა ძალიან კარგად გვიჩვენებს იმას, თუ საერთოდ ზოგადად რა პრობლემებით დღეს საქართველოს სოფლებში. საერთო ჯამში, როგორც პრობლემებს გადავხედეთ, დიდად არ განსხვავდება ეს პრობლემები ერთმანეთისაგან და ეს ჯამურად შეგვიძლია განვაზოგადოთ, რომ ყველა ქართულ სოფელში დაახლოებით დგას ერთ და იგივე პრობლემა. ეს არის ძირითადად საუბარი იყო გზებზე, სარწყავწყლებზე, სასმელწყალზე, გარკვეულ ინფრასტრუქტურაზე სოფლებში, ეს არის დაუშვათ საბავშვო ბაღები, ამბულატორიები, განსაკუთრებით ეს საკითხი ძალიან მძიმედ დგას ამბულატორიების საკითხი უფრო მაღალმთიან სოფლებში, სადაც ზამთარში რთულდება მოძრაობა და ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ავადმყოფობის შემთხვევაში ძალიან ოპერატიულად და სწრაფად გადმოიყვანონ ავადმყოფი და სასწრაფოსაც უჭირთ ასვლა. ძირითადად და ასევე ძალიან საკმაოდ სერიოზულად დგას ადგილობრივი ქონების პრობლემა, ესე ვთქვათ, სოფლებში არსებული მიწების პრობლემა, სარწყავი არხების პრობლემა, იმიტომ რომ დღესდღეობით ნაწილი არის, ესე ვთქვათ, კერძო მფლობელობაში გაყიდული, მაგრამ ნაწილი არავისი არ არის, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ არც სახელმწიფო პატრონობს ამ არხებს, არც სოფელს შეუძლია განკარგოს სრულად და გამოიყენოს ესენი. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემები თითქმის ყველგან დგას
და შეგვიძლია ზოგადად ავიღოთ ეს სურათი ამ პრობლემიდან გამომდინარე და ზოგადად აი ამ კუთხით იფიქროს სახელმწიფომ ამ პრობლემების მოგვარებაზე. გასაგებია. კვლევისაც ერთ-ერთი მთავარ პრობლემად კიდე დასახელდა დასაქმება ზოგადად. ხალბატონო მაია თქვენთან გადმოვუკითხეთ, რამდენად დიდია დაუსაქმებელთა რიცხვი ან თვით დასაქმებელთა რიცხვი? ეთით დაუსაქმებელთა რიცხვი საკმაოდ დიდია და თვით დასაქმებულთა რიცხვი ოღონდ უფრო დიდია ვიდრე დაუსაქმებელთა რიცხვი. ყოველ შემთხვევაში ძალიან მცირე არის კერძო ბიზნესში დასაქმებულთა რიცხვი და ასევე მცირეა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა რიცხვი. და აი ძირითადად რას აკეთებენ სოფლებში მაცხოვრებლები, იმიტომ რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათ არ აქვთ ესეთი დიდი არჩევანი საშუალება. ძირითადად რითი არიან დაკავებულები, თუნდაც ახალგაზრდები, რომლებსაც საშუალება არ აქვთ, რომ იმუშაონ. ძირითადად დაკავებულნი არიან მეურნეობით, თვითდასაქმებულებს გულისხმობ, მეურნეობით და სოფლის მეურნეობას გულისხმობთ ამ შემთხვევაში და ასევე დაკავებულნი არიან მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობა. თუ შეიძლება დავამატებო ხალბატონ მაიას ნათქვამს, კვლევა მაჩვენა ის, რომ მოსახლეობის უმეტესობა, ახალგაზრდების უმეტესობა, რომლებიც სოფლიდან მიდის სასწავლებლად, სოფელში აღარ ბრუნდება, იმიტომ რომ არანაირი პერსპექტივაც არ არის და ალბათ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბევრი სოფელი, რომელიც თქვენ გეგონათ, რომ მოსახლეობა იყო, მიხვედით თითქმის დაცლილი და ხვდათ, ამაზეა საუბარი, ის საჭიროებები, რომელიც ამ სოფელს აქვს, თუ არ გაკეთდა და თუ არ განვითარდა სოფლის მეურნეობა იმდენად, რომ ადამიანებს უღირდეთ იქ მუშაობა და ეს არ იყოს სწორული გლეხური მეურნეობები და რაღაცა ცოტათი მსხვილი ფერმერული მეურნეობები თუ არ შეიქმნა, ამ ადამიანებს არ აქვთ იქ არა მარტო თავის რჩენის საშუალება, არამედ არანაირი პერსპექტივის საშუალება იქ არ არის და აქედან გამომდინარე ყველანაირად ცდილობენ, რომ წავიდნენ სოფლიდან სხვაგან იშოვონ სამსახური და აქედან გამომდინარე მე ვლაპარაკობთ, რომ იცლება სოფლები, აღარ არის სოფელში მოსახლეობა, იქმნება პრობლემები და ეს შემდეგ. ეხლა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც გამოიკვეთა კვლევისას, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მიგრაციის ძირითადი მიზანი არის კვალიფიკაციის ამაღლება, განათლება, თუნდაც მე ახალგაზრდებზე ვსაუბრობ. მას შემდეგ ისინი როგორც ბატონმა გიამ აღნიშნა, არ ბრუნდებიან სოფელში, იმიტომ რომ ამ ცოდნას და განათლებას ახმარენ ქალაქს, იქ საქმდებიან იმისთვის, რომ უფრო მეტი ანაზღაურებაა და ასე შემდეგ. აი ამ პრობლემას თუ წააწყდით კვლევისას, ანუ ახალგაზრდები ძირითადად აკეთებდნენ თუ არ, აი რას აკეთებენ, როგორ ახერხებენ თვით რეალიზებას რეგიონებში? ბატონო გია თქვენთან მექნება ეს კითხვა. ამ შემთხვევაში რეგიონებში ადამიანების რეალიზაცია, რეგიონებზე სხვანაირად ვისაუბროთ, სოფლებში ადამიანების თვით რეალიზაცია ცოტათი რთულია, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ურჩევნია დარჩეს ქალაქში, არ კონდეს თუნდაც საცხოვრებელი ფართი, მაგრამ მან მოახერხოს იქ თავისი განათლებით, თავისი ცოდნით გარკვეული თავის რჩენის საშუალების შოვნა. სოფლებში ეს თითქმის შეუძლებელია. ეხლა თუ თქვენ გადახედავთ, ჩვენ პროფესიებზეც ქონდა საუბარი, რა პროფესიისა იყვნენ ის ადამიანები ძირითადად სოფელში, არის ძალიან ბევრი ექთანი, ძალიან ბევრი ბუღალტერი, მძღოლი. ხა ფიზიკურად ამ ადამიანებისათვის დასაქმების საშუალება სოფელში არ არსებობს. ნუ შესაძლოა ზოგიერთ სოფელში იყოს პატარა ამბულატორიები, სადაც დასაქმებულია 1 ან მაქსიმუმ 2 ექთანი, მაგრამ როდესაც სოფელში ცხოვრობს 500 და 600 ადამიანი და აქედან დაუშვათ 50 ან 100 აქვს ექთნის განათლება, ხა ფიზიკურად შეუძლებელია რომ ამ ადამიანებმა ყველა მეტად იმუშაოს იქ. ასევე ნუ საკმაოდ მძღოლების ესე ვთქვათ კვალიფიკაცია კი, ბრძოლების კვალიფიკაციაც ნაკლებად გამოიყენება, იმიტომ რომ თუ არ გაქვს საშუალება შენი ტრანსპორტის ყიდვისათვის და არავის და ძირითადად ცენტრებში, ქალაქებში და თბილისში ესეთი კომპანიები, რომელსაც გამოცდილი მძღოლები ჭირდება და ისევ სოფელში ამ ადამიანებს დასაქმების პერსპექტივა არ აქვს. ზუსტად აქედან გამომდინარე არის საუბარი იმაზე, რომ სოფელსაც უნდა მიეცეს განვითარების საშუალება, სოფელშიც უნდა იყოს ჩვენი საზრით უბრალოდ არა მარტო წვრილი გლეხური მეურნეობები, არამედ მსხვილი ფერმერული მეურნეობები, სოფელშიც უნდა იყოს გარკვეულწილად მცირე გადაუმუშავებელი ქარხნები, სადაც ეს ადამიანები მოახერხებენ დასაქმებაზე საკუთარი თავის რეალიზებას. გასაგებია. ჩვენ გადაცემაში დღეს სტუმრად მოვიწვით ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი გეწაძე. ბატონო გიორგი, თუ შეიძლება ვისაუბრეთ ჩვენ პრობლემებზე, რაც გამოიკვეთა კვლევისას, პასუხი რო გავგზეთ, თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კვლევაში გამოკვეთილი პრობლემები მოგვარდეს და უკაცრავად ბატონი გიორგი წაკაძე შევასწორებ. ბატონო გიორგი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა
პრობლემები მოგვარდეს, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს სოფლის მოსახლეობას, თუნდაც დასაქმება, კვალიფიკაციის ამაღლება და ასე შემდეგ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ორგანიზაცია SIDA-ს ამ საინტერესო კვლევის ჩატარებისთვის. ძალიან ვაფასებთ ასეთი სახის აქტივობას და მადლობა ასევე დონორებს, ვინც დააფინანსა ამ კვლევის ჩატარება. აქედან კიდევ ერთხელ დავინახეთ ჩვენ თუ რამდენად სერიოზული პრობლემა არის სოფლად დასაქმების და ამის გადასაჭრელად ბუნებრივია რომ რომელიმე ერთი სამინისტროს ასე ვთქვათ ძალისხმევა საკმარისი არ არის, აქ არის საჭირო კომპლექსური ღონისძიებები, კომპლექსური მიდგომა საკითხისადმი. ეს ასევე დაკავშირებულია მთლიანად ეკონომიკის განვითარებასთან. აქ შეიძლება ორი მიმართულება ვირჩიოთ, ასე ვთქვათ, ერთი მიმართულება ეს არის უშუალოდ სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხი, ხოლო მეორე მიმართულება, რომელიც ასე ვთქვათ, ჩემს სამინისტროსთან უფრო ახლოს არის, ეს არის ზოგადად თვითმმართველობის განვითარება. ამ ორი საკითხის გადაწყვეტის შედეგად ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება საშუალება, რომ დასაქმების პრობლემა მეტნაკლებად მოვაგვაროთ. იმიტომ რომ ინფრასტრუქტურისა და ასე ვთქვათ, თვითმმართველობის განვითარების გარეშე სოფლის მეურნეობის განვითარებაც შეუძლებელი იქნება, ძალიან რთული იქნება. და მეორე მხრივ კი ვიცით რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს რიგ ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით და არის ამ კვლევაშიც იყო საუბარი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შექმნის თემაზე, რომელიც ძალიან უნდა წაადგეს და უნდა დაეხმაროს სოფლად დასაქმებულთა, ასე ვთქვათ, ღირსეული შემოსავლის გენერირებას. ჩვენი მხრივ იმას დავამატებდი, რომ მოგეხსენებათ, რომ დაგეგმილი არის თვითმმართველობის რეფორმა ქვეყანაში, რომელიც ასევე უნდა გახდეს საფუძველი სოფლად კეთილდღეობის ამაღლებისა. რას გულისხმობთ კონკრეტულად, აი რა გაიწერება ამ ახალ კანონპროექტში? თუმცა პარლამენტში განხილვა მიმდინარეობს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რაც შეცვლის, იმიტომ რომ როგორც წესი, ვისაც ეხება ეს თვითმმართველობის რეფორმა, მათ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია თუ რა ცვლილებები შევა კანონპროექტში. ძირითადად საუბარია ახალ გადანაწილებაზე, უბრალოდ ახალ დაყოფაზე სტრუქტურულად რეგიონების და ასევე თვითმმართველი ორგანოების, თვითმმართველი რეგიონების ხელმძღვანელების პირდაპირ კენჭისყრით არჩევაზე საუბარია, ხო? ანუ თქვენ რა შეგიძლიათ დამატოთ კონკრეტულად სოფლის მაცხოვრებელს, რა შეღავათი ექნება თვითმმართველობის ახალი რეფორმის შემდეგ? კი ბატონო, ნებამომეცით დავიწყო უფრო ქვემოდან, ასე ვთქვათ, ანუ უშუალოდ სოფლის დონიდან. იმიტომ რომ დამერწმუნდეთ, რომ სოფლის მაცხოვრებელისთვის შეიძლება ნაკლებად ქონდეს მნიშვნელობა, ვინ იქნება გუბერნატორი ან პრემიერ-მინისტრი, მას ეს შეიძლება ნაკლებად შეეხოს პირადად. თუმცა უკაცრავად შეგერთებით მედია ექსპერტების, ზოგადად ექსპერტების მოსაზრება ასეთი, რომ ხელისუფლების შეცვლა უფრო იშვიათად და უფრო რთულად შეუძლია მოსახლეობას და მას უნდა შეეძლოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შეცვლა უფრო ადვილად იმისთვის, რომ თავის პრობლემები მოაგვაროს. აი, ეს აქვს არგუმენტად მათ. ეთანხმებით ნამდვილად, მაგრამ ამისათვის ჯერ საჭიროა რომ არსებობდეს ეს ორგანოები და იყოს ახლოს თავის მოსახლეობასთან, ასე ვთქვათ. ამიტომ არის ერთი ძალიან სერიოზული ნოვაცია, რაც შემოთავაზებული არის კანონპროექტის მიერ, ახალი თვითმმართველობის კოდექსის მიერ. და ეს არის საზოგადოებრივი საბჭოს დაფუძნება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ყოველ სოფელს ექნება საშუალება, რომ დააფუძნოს ასეთი ტიპის საბჭო. ეს საბჭო იქნება მიმართულების მიმცემი, თქვათ სოფელში როგორ უნდა დაიხარჯოს ის თანხები, რომელიც მუნიციპალური ან ცენტრალური ბიუჯეტიდან წამოვა. ასევე მათ ექნებათ უფლებამოსილება, რომ დააყენონ სოფლის წინაშე მდგარი საკითხები მუნიციპალიტეტში, ექნებათ სხვა საკითხების გადაწყვეტის საშუალებაც, რომელიც დაკავშირებულია საკუთრებასთან, მათ ბალანსზე, ასე ვთქვათ, იქნება ქონება, სოფლის ქონება. და ეს ძალიან გაუადვილებს ოპერირებას, თითოეულ სოფლის მოსახლეს ექნება საშუალება, რომ ისარგებლოს იმ სიკეთით, რაც გააჩნია ამ სოფელს.
და რიგი სხვა საკითხები არის, რომელიც თუ დეტალებში თუ წავალთ განვიხილოთ. მანამდე მსმენელი გვირეკავს პირდაპირ ეთერში თუ შეიძლება მოვისმენთ მისი კითხვა, გამარჯობა, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, მოგესალმებით. მართლა დროული გადაცემა ეს ძალიან საინტერესო და მე რაიონთან კავშირი მაქვს ძალიან თვეობით ვარ იქ და ძალიან ეხლა რასაც თქვენ საუბრობთ ერთი შეკითხვა და აზრის გამოხატვა მინდა. შეკითხვა ის რომ თქვენ აღნიშნეთ რომ აი დასაქმების პრობლემა. მე არ ვიცი რას თვლით თქვენ დასაქმების პრობლემაში, ესე იგი უნდა გამოვიდეს სოფლის ცხოვრები და წავიდეს სადღაც სამსახურში. მაგრამ შევხედოთ სხვა თვალით. ეხლა რაც პრობლემა დგას ჩვენი აი სოფლის წინაშე, ეს არის რომ სოფლის ბინადართ შეუყვარდეთ მიწა. იმიტომ რომ მე გეტყვით ეხლა ბაბუა იყო მე-19 საუკუნეში დაბადებული და ის ამბობდა რომ შენ რომ გძინავს მიწა მუშაობსო. აი ეს არის ერთგვარი აფორიზმი. მიწა არ უყვარს ხალხს და დაუშვათ რომ აი საკმაოდ სოლიდური ოჯახია, ვთქვათ 6-7 სულია ოჯახში, ხო? ერთი დრო ხარ ყოფნის. ესე იგი მე უყურებდი წელს მით უმეტეს ძალიან გმაყოფილი იყო მოსახლეობა, რომ მათ ჰქონდათ სასუქი, მათ დაუხმეს, დაუთესეს. მიუხედავად იმისა, ძალიან დიდი შრომა არის იქ საჭირო. მისი გამარგვლა, მოყვანა, დაბინავება, მერე საქონელს თიმა უნდა მოუმზადო. ამ სოფლის მცხოვრება როდესღა უნდა იმუშაოს. პრაქტიკულად ის არის დასაქმებული. რაც შეეხება დიასახლს. დიახ, აი კითხვა თუ გაქვთ რაიმე ქალბატონი კონკრეტულად რა გადავიდეთ. თქვენ რო ამბობთ დასაქმების პრობლემა და კითხვა ისიც მაქვს როგორმე ეს ჩამოსული, რომელმაც იოლად იშოვა აქ ფული და რაღაცა სხვა ზოგი ცუდგზას დაადგა, აი რაც ახლა ამ კვირის პალიტრაში ეწერა რომ 13 წლის გოგონასაც შედის მიწა შევაყვაროთ ხალხს, აი ამას როგორ მივხედოთ და როგორ დავაბრუნოთ ხალხი მთაში, საქართველოს თავისი მესაქონლეობა უნდა ქონდეს და ძალიან ძნელი სამუშაოა. სოფელში ასაკიანი ხალხი რო რჩება, ვიღან უნდა გაუძღვეს გასაგებია. დიდი მადლობა ქალბატონო. თქვენ შეგიძლიათ მე შეგახსენებთ რომ პირდაპირ ეთერში დაგვირეკოთ ნომრებზე 2-40-92-92 და დასვათ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი ტიპის კითხვა. ბატონო გიორგი, თქვენ დაგიბრუნდებით, იმიტომ რომ თქვენ საუბრობდით თვითმმართველობის შესახებ ცვლილებებზე და ამბობდით რომ შეიძლება გაერთიანდეს რაიმე თემური ორგანიზაციები, სადაც მოსახლეობას აქტიურად შეიძლება ჩართვა, მაგრამ აქვე არის სტატისტიკა მეორეს მეტყოლებს, რომ სოფლის მაცხოვრებელთა მოქალაქეობრივი აქტივობა ძალიან დაბალია, ისინი როგორც წესი იშვიათად არიან ჩართულები ადგილობრივი ხელისუფლებასთან ურთიერთობაში და როგორც წესი იშვიათად დადიან შეკრებებზე და 4 ქულიან შკალაზე მათ აქტივობას ისინი აფასებენ 1.37 მიასედის ტოლია. ასევე აღმოჩნდა რომ რესპონდენტები საკმაოდ იშვიათად აკითხავენ როგორც რწმუნებელს, გამგებელს და ასე შემდეგ. ბატონო გიორგი, თქვენთან მაქვს ისევ კითხვა, თქვენი აზრით რატომ არ არის მოსახლეობა ჩართული თვითმმართველობის რეფორმაში და თქვენი ცვლილებები, რასაც თქვენ გეგმავთ რომ გატარდეს, თქვენი აზრით რამდენად გააქტიურებს მოსახლეობას, ანუ რეალურად კი გეგმავთ თქვენ კონკრეტულ ღონისძიებებს, მაგრამ იქნება თუ არა მოსახლეობა აქტიური? მადლობთ შეკითხვისათვის. დავიწყოთ იქიდან თუ რამდენად არის ჩართული ან არ არის ჩართული მოსახლეობა ამ პროცესში. ნებამომეცით არ დაგეთანხმოთ და ვფიქრობ რომ საკმაოდ მნიშვნელოვნად არის ჩართული ყველა ვინც დაინტერესებული. ეს კვლევა მეტყოლებს ამათან ვციტირებ კვლევიდან. აქ თქვენ რაც თქვით ის 1.37 ქულა ის არის მათი აქტივობის შეფასება, თვითშეფასება აქტივობის. ხო და შესაბამისად ეს რეფორმასთან პირდაპირ კავშირში არ არის ნამდვილად. ამიტომ მე მოგახსენებთ რომ ყველა მუნიციპალიტეტში არის დაგზავნილი კოდექსის პროექტი, ჩვენი ახალი თვითმმართველობის კოდექსის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სწორედ რეფორმას და მათგანაც ყველასგან მიღებული გვაქვს უკავშირი და ასე ვთქვათ მოსაზრებები. და როგორია ეს მოსაზრებები? არის ხადია გარკვეული კრიტიკა, სხვადასხვა მოსაზრებებია, ბუნებრივია, უმეტესობას აქვს გარკვეული კომენტარები, შენიშვნები, თუმცა ვიტყვი რომ უმრავლესობა მთლიანობაში იზიარებს კოდექსის პრინციპებს და ზოგადად რეფორმის აუცილებლობას. რაც შეეხება, მოდით გადავიდეთ მეორე საკითხზე, რომელიც თქვენ დასვით, რომელიც ეხება
დასაქმების ეხლა ეს ქალბატონის მენელიც აღნიშნავდა ამ ფაქტს, რომ როგორ უნდა დავაინტერესოთ მოსახლეობა, რომ თუნდაც დაუბრუნდეს მიწას და ასე შემდეგ, ანუ იმ საქმიანობას, რაც სოფელში ძირითადად არის აქტუალური. როგორც თავიდან მოგახსენეთ, ამისათვის ბუნებრივია რეცეპტები, გამზა რეცეპტები არ არსებობს და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს ცხადია თითოეული რეგიონი, შეიძლება თითოეული სოფელიც კი, მაგრამ სწორედ ამას გულისხმობს ჩვენი რეფორმაც, რომ თითოეულ სოფელში გაიზარდოს ამ მოსახლეობის აქტიურობა. ჩვენ თუ მათ ესე იგი ამ კოდექსით ჩვენ თავაზობთ, რომ შეიქმნას ასე ვთქვათ, ინსტიტუციური საფუძვლები ამ საზოგადოებრივი საბჭოების შექმნისა. ამ საზოგადოებრივი საბჭოს ექნებათ, როგორც მოგახსენეთ, ქონება, მთელი სოფლის ქონება მათ ბალანსზე იქნება. შესაბამისად, მათი გააქტიურება აუცილებლად უნდა მოხდეს ამის შედეგად. ვინაიდან დღესდღეობით თუ კი მათ არ აქვთ რწმენა იმისა, რომ რაიმე გავლენას მოახდენენ საკუთარი, ვთქვათ, სოფლის ბედზე თითოეულ მოქალაქეს. როდესაც მათ ისინი დაინახავენ, რომ ნამდვილად მათ ხელშია, ასე ვთქვათ, მათი ქონება და მათი გეგმები, ვთქვათ, სამომავლო გეგმები. შესაბამისად, მე მოველი და დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უფრო გააქტიურდება თითოეული მოქალაქე. და ეს სიტუაცია, ეს ასე ვთქვათ, უიმედობის და გარკვეული ნიჰილიზმის, რომ მაინც ვერ მოახდენ გავლენას, მე იმედი მაქვს, რომ ძალიან უკეთესობისკენ შეიცვლება. გასაგებია. აი დავამატებდი უკაცრავად, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ მოსახლეობით დაკომპლექტებულ გაერთიანებას სათათბიროსთან ერთად გადაწყვეტილების მიმღები ფუნქცია უნდა ჰქონდეს. ანუ მაინც თვლიან, რომ ჩართულები უნდა იყვნენ მეტად, ხოლო რაც შეეხება ქალბატონის კითხვას ზარს მინდა ვუპასუხო, რომ იცით გამოკითხულთა ძალიან ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან დიდმა ნაწილმა, მაგრამ სოლიდურმა ნაწილმა არც იცის საერთოდ რამდენი აქვს მას მიწა. გასაგებია, ანუ სხვა პრობლემებთან არის, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებთან. გასაგებია, ბატონო გიორგი, თქვენთან გადმოვაკითხვით, თუ ხორციელდება რაიმე ტიპის მონიტორინგი კვლევების შესახებ, ანუ როგორ ითვალისწინებენ ამას რწმუნებულები ან უშუალოდ ის ადამიანები, ვიზეც ჩატარდა ეს კვლევა? ამ შემთხვევაში ეს კვლევა იყო ეროვნულ დონეზე და მე ძალიან მიხარია, რომ ბატონი გიორგი აქ ჩვენ ერთად იმყოფება. ჩვენ თქვენი გადაცემის დაწყებამდე ვსაუბრობდი, სადაც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, რომ ძალიან ყურადღებით გაეცნო ამ კვლევას და ძალიან ბევრი მისთვის საინტერესო მონაცემები ნახა. ეს იდეაში ეს კვლევა გათვალისწინებული უფრო ეროვნული დონის სტრუქტურებისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ თვითონ იმ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შემუშავების პროცესშიც და შემდგომში გარკვეული პრობლემების მოგვარების პროცესში ძალიან აქტიურად იქნება ჩართული ის ადამიანები და ის სამინისტროები, რომელსაც უშუალოდ ეხება ამ პრობლემების გადაწყვეტა. კიდევ მინდა ერთი ძალიან მცირე კომენტარი გავაკეთო, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობის ძალიან ბევრმა ნაწილმა, როგორც თქვენ თქვით, კვლევიდან დიდმა ნაწილმა უпростоრად არ იცის ვინ არის თვითმმართველობა, ხო, რწმუნებული რაღაც გარკვეული კონტაქტები არ აქვს. აქ საქმე იმაში კი არ არის, რომ ეს ადამიანები უშუალოდ არ იცნობენ იმ ადამიანებს, ვინც იმ წუთში გამგებელია ან საკრებულოს თავმჯდომარე, არამედ თვითონ რამდენად ხშირად ეკონტაქტებიან, თვითონ რამდენად ხშირად მიდიან ამ ადამიანებთან და რამდენად ხშირად საუბრობენ თუნდაც იმაზე, რომ მოგვარდეს მათი სოფლის პრობლემები. ძალიან მარტივი რაღაცაა. დღესდღეობით სოფლის თვითმმართველობა, ესე ვთქვათ, არ არსებობს, არის გამგებლის მიერ დანიშნული რწმუნებული და არის რამოდენიმე სოფლის ხშირ შემთხვევაში მიერ არჩეული ერთი დეპუტატი, რომელსაც იდეაში თავისი საქმე აქვს და უფრო ნაკლებად არის ხოლმე ამ სოფლის პრობლემებზე ორიენტირებული. დეპუტატზე მაქვს საუბარი, რწმუნებული ცოტა თუ ბევრად ორიენტირებულია. დღეს სოფელი ამ ადამიანებს ვერ აღიქვავს თავის არჩეულ ჩინოვნიკებად და დღეს სოფელი ამ ადამიანებს ვერ აღიქვავს იმ ადამიანებად, ვინც სოფლის პრობლემებზე უნდა იყოს კონცენტრირებული. ესენი ამათ აღიქვამენ და
დანიშნულ ადამიანებად, რომელსაც ნიშნავს გამგებელი დახსნის. თუ დააკვირდებით, კვლევაში არის ესეთი კითხვა, უნდა იყოს თუ არა სოფლის რწმუნებული არჩევითი და ფაქტობრივად 88% აცხადებს, რომ არჩევითი უნდა იყოს სოფლის რწმუნებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს უნდა თვითონ უშუალოდ მართონ საკუთარი სოფლები. ასევე საკმაოდ მაღალი პროცენტი 75-მდეა მე მგონი იმ ადამიანებისა, რომლებიც ამბობენ, რომ იქნებიან ჩართული ან მეტნაკლებად ჩართული სოფლის მართვაში. აქედან გამომდინარე, აი ამ შემთხვევაში, როდესაც სოფლის როგორც ბატონმა გიორგი ბუძანა ქონება იქნება ამ თემის ფლობელობაში და პლუს ამას ის ადამიანები, ვინც ამას ყველაფერს მართავენ, იქნებიან სოფლის მიერ უშუალოდ არჩეულები, მე ვფიქრობ, რომ გარე სერვისები, ესე ვთქვათ, უფრო მისაღები გახდება იქ მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის, გაჩნდება საბავშვო ბაღებიც, ამბულატორიებიც, დავუშვათ უკეთეს მდგომარეობაში იქნება გზებიც, რაც თავისთავად გააუმჯობესებს სოფელში ცხოვრებას და მისაღებს გახდის სოფლის მოსახლეობისთვის იმ გარემო პირობებს, რომელიც იქ არის და ამას თუ დაემატება ისიც, რომ გარკვეულწილად როგორც ისევ ბატონმა გიორგი ბუძანა არის ორიენტაცია იმაზე, რომ გაკეთდეს სასოფლო კოოპერატივები, გაერთიანებები, რომელსაც დაეხმარება სახელმწიფო იმისათვის, რომ განვითარდეს, ეს უკვე გააჩენს დასაქმების ადგილებს და თავისთავად გაცილებით მეტი ადამიანი დასაქმდება სოფელში, გაცილებით მეტ ადამიანს ექნება შემოსავალი და თავისთავად შეაჩერებს მოსახლეობის გადინება სოფელში. ბატონო გიორგი, თუ ქონდათ საშუალება კვლევას გაცნობოდნენ თვითონ ეს ადამიანები, ვიზეთ ჩატარდა ეს კვლევა რწმუნებულებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს? ჩვენ მივაწოდეთ ადგილობრივ პრესას ჩვენი კვლევის შედეგები, ასევე რწმუნებულებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს უკვე ნაბიჯის სახით მიეწოდა გარკვეულ მუნიციპალიტეტებში და რეგიონებში მოხდა ამ კვლევის რეგიონებში პრეზენტაციაც, ჩვენ ორგანიზაციასაც ჰქონდა ეს რამოდენიმე დღის წინ, ასე რომ ყველანაირად ვცდილობდა ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ როგორც ბეჭდური ვერსია, ესევე ელექტრონული ვერსია, ასე რომ დღესაც ეს მისაწვდომია ჩვენ საიტზე, ქსელის საიტზე, CSOG-ზე, ასე რომ შეგიძლიათ ნახოთ. ჩვენ ამ თემაზე წინასწარ ვთხოვეთ კომენტარი ქალაქ ბოლნისის რწმუნებელს პეტრე დანელიას, რომლისთვისაც ეს შედეგები რაც დაფიქსირდა კვლევაში, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მოვისმინოთ ეს კომენტარი. აქტიურად ვაჩნოთ ხალხს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონს, ვიღეთ სოციალური სამინისტრო და შესაბამის ინფორმაციას, რომელსაც ვაქვეყნებთ ყველა ტერიტორიულ ორგანოში. ვაჩნოთ მოსახლეობას და რატო არის ესეთი აზრი, რომ თითქოს არ არის მოსახლეობა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობები დავიყვანოთ ეს. მიუხედავად ჩვენ ფუნქციონალური მოვალეობისა, მე მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი აუცილებელი საქმეა სოფლის მეურნეობის აღორძინებისათვის საქართველოში. თქვენ მოისმინეთ აი ქალაქ ბოლნისის რწმუნებულის პეტრე დანელიას კომენტარი, მისი განმარტებით ის აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩართოს ამ ზოგადად თვითმმართველობის რეფორმაში და თქვენი აზრით რატომ არ სურს 21%-ს ჩაერთოს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობაში, ეს ხომ მათაც დაეხმარება, რომ დაგეგმონ თუნდაც ბიუჯეტი ისე, რომ თავისი პრობლემები მოგვარდეს. ბატონო გიორგი, თქვენთან გადმოვალ ისევ კითხვით, ხორციელდება თუ არა, აი კვლავ გადაუბრუნდეთ, აი რაიმე ტიპის მონიტორინგი იყო, გულისხმობ იცით რას, რომ აი რწმუნებულებს თუ გადაეცათ ეს, ანუ თუმცა ეს სინქრონის საპირისპიროს გულისხმობს, იმიტომ რომ მას არ ქონდა კონკრეტული ინფორმაცია, ქონდა ინფორმაცია, რომ ჩატარდა კვლევა, მაგრამ კონკრეტულად გაცნობილი არ იყო ამ სტატისტიკას. თქვენი აზრით, აი რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უშუალოდ დანერგონ ადამიანებმა ეს მიღებული კვლევა თავის ყოველდღიურ საქმიანობაში? მოდ დავიწყოთ იქიდან, რომ კვლევა არ უნდა დაინერგოს ყოველდღიურ საქმიანობაში და უბრალოდ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ კვლევის შედეგების ცუდი შედეგების აღმოფხვრაზე, თუ აქნება კარგი შედეგები, მათ გაძლიერებაზე და გაუმჯობესებაზე. დანარჩენი ხა არ ვიცი რაზე საუბრობდა ბატონი, მაგრამ რეალობაა ის, რომ რაც არ უნდა ეცადოს ერთი გამგებელი და რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყოს ის, როდესაც მუნიციპალიტეტი არის 50-60,000-იანი მოსახლეობით, ის ფიზიკურად ვერ შეძლებს ამ ყველა ადამიანს შეხვდეს და ელაპარაკოს და აუხსნას. მათი ძალიან დიდი სურვილის და მიუხედავად მაქსიმუმ ისინი რასაც შეძლებენ ერთ საკითხზე შეხვდნენ 200-300 ადამიანს მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რაც დაახლოებით 0.01%-ია დღეს რეალურად მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი ადამიანების. ამიტომ არის საუბარი, რომ აი მუნიციპალიტეტების უფრო დაპატარავებაზე, სოფლის თემების შექმნაზე, როდესაც უკვე უშუალოდ იცნობენ სოფლის გამგებელს, უშუალოდ კონტაქტში არიან, უშუალოდ თავი იმათი მეზობელია და აქედან გამომდინარე ინფორმაციის გავრცელებაც უფრო სწრაფად და ეფექტურად მოხდება და ასევე
უმამხრიდან ასე ვთქვათ, სოფლის პრობლემების ატანა ზემოთ უფრო სწრაფად და ეფექტურად მოხდება. გასაგებია. ქალბატონო მაია, მიგაჩნია თუ არა, რომ საჭიროა რაიმე ტიპის მსგავსი კვლევის ჩატარება იმისთვის, რომ უფრო აქტიური გახდეს მოსახლეობა, ანუ გამოიკვეთა ეს პრობლემა რეალურად, რომ მოსახლეობა არის ძალიან პასიური, არ არის ჩართული არც რეფორმებში, არც ზოგადად ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობაში. აი თუ დაგეგმილი აქვს რაიმე მსგავსი კვლევა ორგანიზაციას? ორგანიზაცია სამოვალოდ აუცილებლად ჩაატარებს კვლევას, მაგრამ აქვე მინდა აღნიშნო პასუხისგებლობის საკითხი. აი მე თქვენ მოგახსენებთ ახლა რესპონდენტების 40.1% ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში პასუხისმგებლობას აკისრებს ადგილობრივ ხელისუფლებას. 37.1% თვლის, რომ პასუხისმგებლობა ადგილობრივ მთავრობასთან ერთად თემის წევრებმაც უნდა გაიზიარონ სოფლის სხვადასხვა პრობლემებზე პასუხისმგებელ პირებად მოსახლეობა ძირითადად სოფლის რწმუნებელსა და გამგებელს მიიჩნევს, ხოლო თავის პასუხისმგებლობად სოფლის მოსახლეობა გამოკითხული რესპონდენტებზე საუბრობ ამ შემთხვევაში მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მათ ევალებათ მხოლოდ სასაფლაოების მოვლა. ასე რომ პასუხისმგებლობები ყველამ უნდა გავინაწილოთ, მოსახლეობამაც, მთავრობამაც, მუნიციპალიტეტებს. ბოდიშ აქ იმაშია საქმე, რომ მოსახლეობას ის ქონება არ მიაჩნია თავისად. ის არხები, წყლის სისტემები, თუნდაც საძოვრები, რომელიც დღემდე არ არის დარეგისტრირებული, არავინ არ იცის ვიცია, არ მიაჩნია თავისად და შესაბამისადაც ინფორმირებულობა არის ძალიან ნაკლები გამოიკვეთა. თავს ირიდებს, თავს არიდებს პასუხისმგებლობას. იმ შემთხვევაში თუ მოხდება აი ამ ქონების, თემებში არსებული ქონების ადგილობრივ თვითმმართველობებზე გადაცემა, ამ შემთხვევაში უკვე მიხვდებიან, რომ არავინ არ მოვა და არავინ არ გაუკეთებს იმ სარწყავ არხს და თავიანთი გასაკეთებელია და შესაბამისად პასუხისმგებლობასაც აიღებს. გასაგებია. ბატონო გიორგი, თქვენთან გადმოვაკითხოთ უკაცრავად დაგაყოვნეთ. ბატონო გიორგი, მაჟორიტარებთან დაკავშირებითაც იგივე პრობლემაა, გამოკითხულთა 39%-მა არ იცის ვინ არის მათი მაჟორიტარი. თქვენი აზრით რატომ დაფიქსირდა ასეთი ციფრი? საინტერესო ციფრი არის ნამდვილად. მე როგორც ხვდები, აქ საუბარი არის ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეულ მაჟორიტარზე და არა ცენტრალური ხელისუფლების პარლამენტში. პარლამენტზე საუბარი. ხო, მაშინ კიდევ შეიძლება ითქვას, რომ ისე ცუდად არ არის საქმე. იმიტომ რომ ეს რო ყოფილიყო დეპუტატებზე არის ამ შემთხვევაში საუბარი პარლამენტის მესმის. აქ ეს შეიძლება მივაწეროთ ეს თემა იმ პრობლემას, რომ ზოგადად არ არის ცხადი და მკაფიო, როგორ უნდა გახდეს თქვათ რაიონის მაჟორიტარი, ეგრეთ წოდებული, ამ რაიონის ასე ვთქვათ პრობლემებზე პასუხისმგებელი. რეალურად მას მექანიზმი არ გააჩნია. ეს ერთი პრობლემა არის, რომელიც შეიძლება იწვევს იმას, რომ მისი ცნობადობა არ არის მაღალი, ვერ აქტიურობს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რაიმე განსაკუთრებული მას უფლებები ან რაიმე ბერკეტები არ გააჩნია, არ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყოველ შემთხვევაში ფაქტი ასეთია, ის არის ჩვეულებრივი პარლამენტის დეპუტატი, ისევე როგორც პროპორციული სიით გასული. შეიძლება ერთი მხრივ ეს თემა არის მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ შეიძლება არის ის საკითხი, რომ ნაკლებად ურთიერთობენ ზოგიერთი მაჟორიტარები თავიანთ მუნიციპალიტეტებთან, სადაც ისინი იყვნენ არჩეული, არც ის არის გამოსარიცხი. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, მოსაზრებები შეიძლება იყოს ძალიან ბევრი, მაგრამ კვლევაში პირდაპირ არ არის გაცემული პასუხი. მე რამდენადაც ვიცი, რომ ვთქვათ, რა არის ამის მიზეზი, ხო? ალბათ შემდეგი კვლევის და განსჯის საგანი უნდა გახდეს, რომ რატომ ხდება ეს ასე. გასაგებია, ეს საკმაოდ ვრცელი თემაა, გამოიკვეთა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება ამას კიდევ რამდენიმე გადაცემა მიეწყოს, სამწუხაროდ ჩვენი დრო იწურება. ჩვენ სწორედ ამ თემაზე ვიმსჯელებთ მაჟორიტარების თემაზე შემდეგ გადაცემაში, თუ რატომ არ იცნობს მოსახლეობა თავის მაჟორიტარს, რამდენად ჩართულები არიან ისინი სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებაში და რას პასუხობენ მოქალაქეებს, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგ მათ მაჟორიტარს ერთხელაც არ შეხვედრიან. ვრცლად ამ თემაზე
თემაზე შემდეგ გადაცემაში მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით სოფლის მოსახლეობის კვლევაზე, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია სიდამ სამოქალაქო ჩართულობის რეგიონულმა ქსელმა განახორციელა. ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ გამოყენებითი კვლევის კომპანიის კვლევების მენეჯერი მაია ბაღაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის ხელმძღვანელი გიორგი ანთულაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი გეწადე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. პირდაპირ ეთერში თქვენთვის მუშაობდი მე ხატია ჯამალაშვილი, ჟურნალისტი ანი არჩოძე, ირინა ალიაშვილი, გადაცემის პროდიუსერი დავით ნინიკაშვილი და ხმის რეჟისორი თინა ასამბაძე.